ეს განცხადება ქართულ პრესაში ზუსტად 10 წლის წინ 2006 წელს გამოჩნდა. მაშინ, როცა სტარტს იღებდა ავერსის კლინიკა. იწყებოდა კადრების შერჩევა კერძო სამედიცინო დაწესებულებისთვის, რომელიც ფაქტიურად ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში იმ პერიოდისთვის. თუმცა განცხადების გამოქვეყნების დროისათვის სასტარტო ნიშნული უკვე გადალახული იყო. გადალახული იყო ის მთავარი სირთულე, რასაც ახალი და თანაც დიდი საქმის დაწყება ჰქვია. როგორც განათლებით ექიმს ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ კლინიკა გამეხსნა და პირველი ამის საშუალება გაჩნდა 2006 წელს, როდესაც ღია აუქციონზე შევიძინეთ შენობა, სადაც დღეს ავერსის კლინიკის ცენტრალური ფილიალია და ამ შენობის შეძენა მოხდა სწორედ იმ მიზნით, რომ იქ თავიდანვე კლინიკა გახსნილიყო, ასე რომ ავერსის კლინიკის იდეის რეალური განხორციელების თარიღად შეიძლება ჩავთვალოთ 2006 წელი. გადაწყვეტილება ბატონ პაატას ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ გაეკეთებინა სამედიცინო დაწესებულებათა ქსელი ქვეყნის მასშტაბით და პირველი ნაბიჯი იყო, როდესაც 2006 წელს აუქციონზე შეიძინა საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი. იმ შენობაში, რომელშიც შენობაშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ამის შემდეგ უკვე დავიწყეთ ფიქრი და ზრუნვა ბიზნეს გეგმის შედგენაზე და ჩვენ სამომავლო გეგმებზე. თავიდან ჩვენ როგორც ვიფიქრეთ, ჰქონდა როგორც ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრი, თუმცა მუშაობის პროცესში, დაკომპლექტების პროცესში უკვე გაგვიჩნდა აზრი, რომ შეგვეძინა უმაღლესი დონის აპარატურა, რომელიც მსოფლიოში იქნებოდა ერთ-ერთი წამყვანი კლინიკების დონეზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს მოსახლეობას მივცემდით საშუალებას, რომ მათ სამკურნალოდ არ დაჭირებოდათ საზღვარგარეთ წასვლა, ემკურნალად საქართველოშივე და დანახარჯი ქონოდათ გაცილებით ნაკლები. ნაკლები დანახარჯები მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურების მისაღებად. სწორედ ასეთი გახლდათ ავერსის კლინიკის მუშაობის მთავარი პრინციპი იმთავითვე. თუმცა შეთავაზებული სერვისი სულ მალე პაციენტების მოთხოვნილებისამებრ ტრანსფორმირდა და ამბულატორიულად ჩაფიქრებულ შექმნილი დაწესებულებაც თანდათანობით მძლავრ პოლიპროფილურ კლინიკად ჩამოყალიბდა. მოთხოვნა იყო ქირურგიულ ოპერაციებზე, მოთხოვნა იყო უკვე მაღალტექნოლოგიურ ჩარევებზე და რაც ძალიან მალევე განვახორციელეთ. უკვე 2009 წლიდან ჩვენ ქირურგიულ ჩარევებს ვახორციელებდით. რამოდენიმე წლის წინ გაჩნდა იდეა, რომ აგვემოქმედებინა სტაციონარი და ეს სტაციონარი ყოფილიყო, როგორც ავერსის ყველა ამბიცია, წამყვანი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით. თავიდან ვიყავით რამოდენიმე თანამშრომელი, 2 თანამშრომელი, 3, დღეს კლინიკაში 1275 თანამშრომელია დასაქმებული. აქედან 475 ექიმია. თანამშრომელთა რაოდენობის რამდენიმედან 1300-მდე გაზრდას თან შთამბეჭდავი სტატისტიკაც მოყვა. მონაცემები, რომლებიც თვალნათლივ ასახავს კლინიკის 10 წლიანი წარმატებული ისტორიის ქრონიკას. კომპანია 10 წლის არის, თუმცა სამედიცინო საქმიანობა ჩვენ უშუალოდ დავიწყეთ 2007 წლიდან და ამ 9 წლის განმავლობაში ესეთი ძალიან შთამბეჭდავი ციფრებია, 900.000-მდე ახალი ისტორია გაიხსნა. ანუ 900.000-მდე ადამიანმა მომართა კლინიკას. ამ 900.000 ადამიანის მიერ განხორციელდა 3 მილიონამდე ვიზიტი. ამ პაციენტებს ჩაუტარდა დაახლოებით 5 მილიონი ნახევარი სამედიცინო მომსახურება, სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება. ჩატარდა 35,000 ოპერაცია. სტატისტიკას თუ გადავავლებ თვალს, ყოველწლიურად ეს მზარდი ციფრებია. და კვლავ 10 წლის წინ. რამ განაპირობა ავერსის კლინიკის ასეთი ტრიუმფალური წარმატება? რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლოს მთავარი გასაღები? ბიზნეს გეგმა ითვალისწინებდა რამოდენიმე საკითხს, სტრატეგიულ საკითხს, რომელიც ბატონ პაატასთან ერთად შეთანხმდა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ავერსის კლინიკათა ქსელი. 2006 წელი ეს ის პერიოდია, როდესაც თითოეულა კერძო სამედიცინო დაწესებულება იყო სამედიცინო ბაზარზე და ისიც მცირე მასშტაბის. ამიტომ ესეთი
მასშტაბური საკითხის დაგეგმვა და ესეთი ნაბიჯის გადადგმა ინვესტორის მხრიდან ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, თუმცა ბატონ პატას სწორად ჰქონდა ყველაფერი თავიდანვე გათვლილი და შედეგიც სახეზეა. ჩვენი მთავარი მიზანი, პირადად ჩემი როგორც დამფუძნებლის, როგორც ფლობელის მთავარი მიზანი არის პირველ რიგში პაციენტი იყოს კმაყოფილი და მეორე რიგში კმაყოფილები იყვნენ ექიმები, ექთნები, ანუ იქ მომუშავე თანამშრომლები და ამის შემდეგ უნდა ვიყო მე კმაყოფილი. ვინაიდან ბიზნეს დაწყებიდან მალევე მივხვდი, რომ მე თუ მინდა რომ ავერს კლინიკაში მოსული ყველა პაციენტი იყოს კმაყოფილი, ამას ვერ შეძლებს უკმაყოფილო ექიმი და უკმაყოფილო ექთანი. ამიტომ ჩემი როგორც ხელმძღვანელის მთავარი ფუნქცია ეს არის, რომ ჩვენს ექიმებს და ჩვენს ექთნებს შევუქმნათ რაც შეიძლება კარგი პირობები, როგორც ანაზღაურების მხრივ, ასევე აპარატურის და სხვა შესაძლებლობების მხრივ. ანუ მე ვთვლი, რომ პირველი გასაღები არის სწორედ იმაში, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული პაციენტის კმაყოფილებაზე, თანამშრომლების კმაყოფილებაზე და თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პაციენტი იყოს კმაყოფილი. მეორე გასაღები, ასე ვთქვათ, ალბათ არის ის, რომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ შევიძინოთ ის აპარატურა, რომელიც წამყვანია იმ მომენტისთვის სოფლიოში. რა თქმა უნდა, ესეთი აპარატურა ძვირი ღირს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ და გარკვეულწილად ამას ვახერხებთ, ვინაიდან მედიცინა არის ძალიან სწრაფად განვითარებადი დარგი და მუდმივად იქმნება ახალი სამედიცინო აპარატურა, ახალი შესაძლებლობებით და ამ აპარატურის შეძენა და გამოყენება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის იძლევა ძალიან კარგ შედეგს, როგორც პაციენტებისთვის, ისე კლინიკის ექიმებისთვის და მათი განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ექიმებს მუდმივად ვაძლევთ საშუალებას, რომ ისწავლონ, მიიღონ მეტი პროფესიონალური განათლება, როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენს ქვეყანაში უცხოელი სპეციალისტების მოწვევით და ესეც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი კლინიკის წარმატებას. Შეგვიძლია თამამად ვთქვა, რომ 2007 წელს, როდესაც მარნეულში გავხსენეთ კლინიკა, შემდეგ 2008 წელს, როდესაც ცენტრალური ფილიალი გავხსენით, ჩვენ გარკვეული თამასა დავაწესეთ და საკმაოდ მაღალზე ავწიეთ ეს თამასა. ამის შემდეგ უკვე ბევრი კარგი სამედიცინო დაწესებულება, საკმაოდ კარგი, კომფორტული, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი პიონერთაგანი, ვინც ეს თამასა დავაწესეთ, ჩვენ ვიყავით. დაწესებული თამასა ყოველწლიურად სულ უფრო მაღლა იწევდა. ამასთან ავერსის კლინიკის მიერვე. საკუთარი რეკორდების მოხსნა გაუმჯობესება კლინიკის გუნდისთვის ჩვეულამბად იქცა. ამ წარმატებაში ხელმძღვანელობასთან ერთად ლომის წილი კლინიკის პერსონალს მიუძღოდა. გონიურულმა საკადრო პოლიტიკამ თავისი შედეგი გამოიღო. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ერთ-ერთი ურთულესი იყო სამედიცინო კადრების შერჩევა. აქაც ორი ალტერნატივა იყო. ან უნდა გაგვეკეთებინა აქცენტი ცნობილ ექიმებზე, იმ ექიმებზე, რომელთაც სახელი უკვე გვხვდა ქვეყნის მასშტაბით, ან კონკურსის წესში შეგვერჩია ექიმები, რომლებსაც გააჩნდათ კარგი განათლება, რომლებსაც ჰქონდათ გააჩნდათ გამოცდილება და რომელსაც ჰქონდათ мотиваცია, რომ განვითარებულიყვნენ და მიაღწიათ მეტისთვის. ვიდრე ამის საშუალება მათ გააჩნდათ იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი მუშაობდნენ. ჩვენ ავირჩიეთ მეორე გზა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პირველს არ გამორიცხავდა. და ჩვენთან ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი და მუშაობდა და მუშაობს დღესაც, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ იმითი, რომ ის ექიმები, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კარგი განათლება, ჰქონდათ ძალიან კარგი мотиваცია, რომ განვითარებულიყვნენ, მათ ჩვენთან დაიწყეს შრომითი საქმიანობა და დღეს ძალიან წარმატებული ექიმები არიან. ექიმები მაინც სულ სხვა სფეროა, გაცილებით უფრო მაღალი დონის განათლებული ინტელექტუალები, ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორი мотиваცია მათი და სწორად ახსნა იმისი, რა არის კარგი პაციენტისთვის, რა არის კარგი კლინიკისთვის, რა არის პირადად მათთვის კარგი, რა არის ქვეყნისთვის კარგი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს საკმაოდ კარგად შევძელით, ვინაიდან არც ერთ ექიმთან ამისი გაგების რაიმე პრობლემა არ ქონია. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ძალიან პრიორიტეტულია, რომ ახალგაზრდა სპეციალისტები აღზარდოთ, მივცეთ ფინანსურად, მატერიალურად იმის საშუალება, რომ მათ მეტი ისწავლონ და გახდნენ რაც შეიძლება კარგი სპეციალისტები, თუმცა ჩემთვის ასევე არანაკლებ სასიამოვნოა, როდესაც ასაკოვანი
ადამიანია, გონია რომ თუ ჩვენ შევიძინეთ თქვათ რომელიმე კლინიკა ეხლა ყველა ასაკუნებს სახლში გავუშვებთ, მაგრამ არასდროს ესე არ მომხდარა და ძალიან სასიამოვნოა ხოლმე რომ პირიქით ჩვენ მათაც ვაძლევთ ამის საშუალებას და ნამდვილად დიდი სიხარულით სწავლობენ და ცდილობენ ასაკოვანი ადამიანებიც რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ცოდნა მიიღონ. ასე რომ ყველას თანაბრად ერთნაირად შეუწყობთ მაქსიმალურად ხელს, ოღონდ რამე თქვათ მოინდომოს თვითონ რომ უფრო მეტად გააკეთოს და თავისთავად ცხადია ახალგაზრდებზე მნიშვნელოვანი აქცენტი გვაქვს გაკეთებული, რომ მათ ყველანაირი საშუალება ჰქონდეთ მეტი სწავლის და მეტი განვითარების. მაშასე ავერსის კლინიკა 10 წლისაა. სწორედ 10 წლის თავზე შედეგების ერთგვარი შეჯამება ანგარიში კოლეგებისა და ფართო საზოგადოების წინაშე. ავერსის კლინიკა როგორც ფლაგმანი და ნოვატორი საქართველოს სამედიცინო ბაზარზე. ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოში პირველად ავერსის კლინიკაში გაკეთდა ენდოვასკულური ჩარევა აორტაზე, მუცლის აორტაზე წარმატებით და ამ სფეროში ჩვენ დღესაც ფლაგმანები ვართ. ნეიროქირურგიაში გარდა იმ ურთულესი ჩარევებისა, რაც თავისადად ზურგის ტვინზე ხორციელდება, პირველები ვიყავით ეგრეთ წოდებული თანდაყოლილი ცერებრული დამბლების მკურნალობაში ბაკლოფენის ტუმბოს იმპლანტაციაში და ეს საქართველოში ჩვენთან განახორციელეს ჩვენმა ნეიროქირურგებმა. უკვე საქვეყნოდ ცნობილია, რომ ჩვენ 5 ღვიძლის გადანერგვა შევასრულეთ, აქაც ფლაგმანები ვართ და ეს არის ცოცხალი დონორიდან ღვიძლის გადანერგვა და შესაბამისად დიდ წარმატებას მივაღწიეთ რა მხრივ 5-ვე დონორი, რა თქმა უნდა და რეციპიენტი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. სულ რამოდენიმე დღის წინ, აი პირდაპირ ვიტყვით, სულ ახალი ამბავია, პირველად განხორციელდა ღეროვანი უჯრედების შეყვანა ღვიძლის არტერიაში. ანუ ეს არის უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, მულტიდისციპლინარული გუნდი მუშაობს ყველა ასეთ დიდ ჩარევაზე და წარმოიდგინეთ ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ავტოღეროვანი უჯრედებია, რომელსაც აქვთ უნარი მაქსიმალურად შეძლონ მათი პოლიპოტენცია გამოიხატება იმაში, რომ ღვიძლში ისინი ჰეპატოციტს ანაცვლებენ ფაქტიურად და ძალიან დამაიმედებელი და პერსპექტიული მიმართულება გახლავთ ეს. ბარიატრიულ ქირურგიაში სლივ გასტრექტომიები, ანუ კუჭის ვერტიკალური რესექციები სიმსუქნის დროს ლაპარასკოპიული მეთოდით ხორციელდება. დღეს უკვე ძირითადი მექაა ავერსის კლინიკა, სადაც მოედინება უამრავი პაციენტი, რომელსაც ჭარბი წონის პრობლემა აქვს და რომლებსაც ძალიან ეფექტურად და კარგად მაღალ ხარისხიანად მკურნალობთ. მათ ურეგულირდებათ არა მარტო წონა, არამედ მათ ურეგულირდებათ შაქრიანი დიაბეტი. ავერსის კლინიკის ქირურგები ვიყავით პირველები, რომელმაც თიაქრების ახალი ინოვაციური მეთოდები ბადეების გამოყენებით დაიწყეთ და ეხლა მე პირადად მივემგზავრები იაპონიაში, ტოკიოში, რათა განვიხილო და შემდეგ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დავნერგო ეგრეთ წოდებული ბიოლოგიური ბადეები. ეს არის ბიოლოგიური მასალისაგან მიღებული ადამიანის კანის ან ცხოველის კანის გარეცხილი ფაქტიურად მატრიქსი, რომელიც გამოიყენება იმ დეფექტების შესავსებად, არა მარტო თიაქრების დროს, არამედ პლასტიკურ ქირურგიაში, სახის დამწრობების დროს, ვასკულურ ქირურგიაში, სიზავთა პროტეზირების და ასე შემდეგ. აქვე მინდა ვთქვა ჩვენი ქართველი კოლეგების შესანიშნავი მუშაობა ესთეტიურ ქირურგიაში ავერსის კლინიკის. ისინი ერთ მომენტად ონკოლოგებთან ერთად, მაგალითად, ახორციელებენ ძუძუს რეზექციას შესაბამისი პლასტიკით, როდესაც ამას მხარს უმაგრებს მორფოლოგიურად დადასტურებული დიაგნოზი, რომ იქ სიმსივნე არ არის და ესეც ავერსის კლინიკის ლაბორატორიის სიმძლავრეების საშუალებით არის შესაძლებელი. ტრავმატოლოგია და ორთოპედია. აქაც პირველები ვიყავით ჩვენი უცხოელი კოლეგების
დახმარებით საშა ალექსანდრე იანკოვიჩი, მოგეხსენებათ, ხორვატი გამოჩენილი ქირურგი, ევროპის მასშტაბით ძალიან ცნობილია და ლიცკო, გერმანელი, რომელთან ერთადაც ჩვენმა კოლეგებმა აითვისეს ჯვარედინა იოგების ართროსკოპიული ურთულესი ოპერაციების ჩატარება, აქაც ავერსი პირველი გახდათ. ერთი წელიც არ არის გასული, რაც ავერსის კლინიკაში ჯერ კორეელი სპეციალისტების დახმარებით, შემდეგ უკვე დამოუკიდებლად განხორციელდა ტრანსაქსიალური მიდგომით თიროიდექტომია. ეს ნიშნავს იმას, რომ ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა ხდება განაკვეთის გარეშე ყელზე. ესე იგი, იღლიის ფოსოდან შედის ენდოსკოპი და აბსოლუტურად კანზე ნაწიბურის გარეშე ხდება ფარისებრი ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევა. ონკოლოგიის მიმართულებით ძალიან დიდი და კარგი მიღწევები გვაქვს. მე ვიტყოდი, რომ ონკოლოგიურ ოპერაციათა შორის ყოველთვის ონკოლოგები ამაყობენ ვიპლის პროცედურით, ანუ პანკრეატოდუოდენური რეზექციით. პანკრეატოდუოდენური რეზექცია უკვე რუტინა გახდა, პირდაპირ ვიტყვი ჩვენს კლინიკაში. მე მახსოვს ის პირველი ნაბიჯები, როცა დავიწყე აქ მუშაობა და ჩემი ინგლისელი კოლეგის, მენტორის, რა ვიცი, საშუალებით მთლიანად საქართველოში დაიძრა აი ეს ახალი მიმართულება, ახალი მეთოდოლოგია პანკრეასის სიმსივნეების მკურნალობაში, ოპერაციულ მკურნალობაში და მაშინ ეს ახალი ხილი იყო, სიმართლე თქვა, დღეს უკვე რუტინაა და ჩვენი ონკოლოგები, ონკოქირურგები წარმატებით ასრულებენ პანკრეატოდუოდენურ რეზექციებს და ვიპლის პროცედურებს. ყელყურს ხვირში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოპერაციების დიდი პროცენტი ავერსის კლინიკაში აქაც ნოვატორები ვართ, მიმდინარეობს ენდოსკოპიურად. აი მაგალითად, ზეგისთვის დაგეგმილი გვაქვს ენდოსკოპიური ეთმოიდოტომია და ენდოსკოპიური პოლიპექტომიები, რომელსაც ჩვენი ყელყურის ქირურგები ძალიან წარმატებით ასრულებენ. პროქტოლოგიაში ყავს ექსპერტის დონის ქირურგები, არ არის სფერო, არ არის მიმართულება, სადაც რამოდენიმე პიონერული ნაბიჯი არ ქონდეს გადადგმული. პროქტოლოგიაში მაგალითად ლონგოს მეთოდი, როდესაც ის სულ ახალი იყო საქართველოში, ავერსის კლინიკაში აქ ერთ-ერთი ფლაგმანი ვართ აი ამ მეთოდის გამოყენებაში. ოფთალმოლოგიაში გვაქვს ძალიან ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ჩვენი ოფთალმოქირურგები ასრულებენ ძალიან რთულ ოპერაციებს კატარაქტებზე, ვიტრექტომიებზე და ავერსის კლინიკაში განხორციელდა ასევე რქოვანის გადანერგვა. ესეც ძალიან ახალი ნაბიჯი გახდათ. მე ვერაული გვერდს იმ მომენტს, რომ წარმატებული მუშაობა ნებისმიერი კლინიცისტისა აუცილებლად განპირობებულია იმ მძლავრი რადიოლოგიური ბაზით, რასაც ფლობს დღეს ავერსის კლინიკა. ვერაული გვერდს სულ ეხლახან შეძენილ ულტრათანამედროვე ულტრასონოგრაფს ნავიგაციის ფუნქციით. ანუ ნავიგაცია ეს ნიშნავს ზუსტად იმ დაზიანების ლოკუსამდე სამგანზომილებიან სივრცეში პროექცირებას და ამ აპარატს აქვს შესაძლებლობა ზუსტად ბიოპსიის ნემსი მართოს, ისე რომ სხვა სიცოცხლისათვის აუცილებელ და საჭირო სტრუქტურების დაზიანება არ მოხდეს. მინდა ასევე ხაზი გაუსვა ძალიან ძლიერ ლაბორატორიას ავერსის კლინიკისა, სადაც უამრავი ინოვაცია იყო და დღესაც ფლაგმანია საქართველოს მასშტაბით. ბევრი კლინიკა თანამშრომლობს ჩვენს ლაბორატორიასთან. ამას წინათ ონკოლოგები ბრძანდებოდნენ სხვა კლინიკიდან და დავათვალიერებინეთ ჩვენი მორფოლოგიური ლაბორატორია თავისი უახლესი აპარატურით, მიკროტომებით, გაყინული სწრაფი ბიოპსიის საშუალებებით, რაც კლინიცის საშუალებას აძლევს როგორც ინტრაოპერაციულად, ასე პრეოპერაციულად, პოსტოპერაციულად დაადგინოს ზუსტი დიაგნოზი. ყოველივე ზემოთქმული იმ წარმატებებისა და ნოვაციების მხოლოდ ნაწილია, რომლითაც ავერსის კლინიკა დღეს სამართლიანად ამაყობს. უზარმაზარი თერაპიული ბლოკი, სტომატოლოგიის, პედიატრიის, გინეკოლოგიის განყოფილებები. ერთი სიტყვით, მულტიპროფილური კლინიკა ამ ტერმინის სრული დატვირთვით. კლინიკა, რომლის მთავარ ფოკუსშიც ყოველთვის იყო და დღემდე რჩება პაციენტი, მისი ჯანმრთელობა, კომფორტი და კმაყოფილება, თანაც იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ეს უკანასკნელი.
ავერს კლინიკა რაც არსებობს შეიძლება ერთხელ ან ორჯერ მესარგებლოს ხშირად არ მიწევს ხოლმე ექიმებთან მისვლა როგორც პაციენტს მაგრამ რა თქმა უნდა ხო უკმაყოფილება არ მქონია მაგრამ ის რომ უკმაყოფილი ვიყავი ხა ამისთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ხა იმიტომ რომ ბუნებრივია რომ ჩემს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ისედაც გამოიჩენდნენ თავარია რომ ასეთი ყურადღება გამოიჩინონ ნებისმიერი რიგითი პაციენტის მიმართ რასაც ჩვენ მუდმივად ვეუბნებით ექიმებს ანუ ყველას მიმართ უნდა იყვნენ ძალიან ყურადღებიანები და გულისხმიერი და ბოლოს საიუბილეო წლის თავზე კლინიკის მასშტაბური სამომავლო გეგმები ანუ თამასა რომელიც სულ ზევით და ზევით იწევს აი ამ ნაბიჯებით მოვედით დღემდე ესეთი სიამაყით რომლის უკანაც არის დაუღალავი შრომა, დაუღალავი ფიქრი, ღვაწლი, როგორც დამფუძნებელის ადმინისტრაციის და რა თქმა უნდა ექიმების, მედდების, ყველა პერსონალის მხრიდან და მომავალ 10 წლებში, ესე ვთქვათ, ჩვენ კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს და მერწმუნეთ მიღწევა ერთია წარმატების ფლაგმანად ყოფნა, მეორე ამის შენარჩუნება და მუდმივად როიტყვიან კოჰორტის წინ ყოფნა. ასე რომ ვიმედოვნებთ და დარწმუნებულები ვართ ჩვენს წარმატებაში. დღეს მიმდინარეობს რეაბილიტაციის ცენტრის გაფართოება და დაახლოებით ერთ კვირაში 10 დღეში ახალი აღდგენითი თერაპიის ცენტრი შევა ექსპლუატაციაში, განახლებული უпростоრად მარნეულში მიმდინარეობს მშენებლობა და იქ 90 საწოლიანი საავადმყოფო შენდება, ასევე ნოემბერში შევა, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში შევა ექსპლუატაციაში. მიმდინარეობს მშენებლობა თელავში, სადაც დიაგნოსტიკური ცენტრი შენდება, უახლოესი აპარატურით აღჭურვილი და ისიც ექსპლუატაციაში ნოემბერში შევა. ეს არის მიმდინარე პროექტები, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ასევე სულ რაღაც ერთი თვეა შევიდა ექსპლუატაციაში მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფი, მესამე მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფი ვიყიდეთ, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო აპარატი მსოფლიოში, 3 ტესლა Philips Engineer, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებზეა მთლიანად დაყრდნობილი და პრაქტიკულად აი დღე-დღეზე შევა ექსპლუატაციაში ჰიბრიდული საოპერაციო, რომელიც ერთადერთია არათუ რეგიონში, არამედ მე მგონი პოსტსაბჭოთა სივრცეში ინჟინრები იყვნენ ჩამოსულები, რომლებიც ინსტალაციას ახდენდნენ და მათ თქვეს, რომ მათ ჯერ ესეთი აპარატი არ დაუნსტალირებიათ. ესეც დღე-დღეზე შევა უკვე და დაიწყებს ამ ჰიბრიდული საოპერაციო დაიწყებთ უკვე ისეთი ოპერაციების ჩატარებას, რომლის ჩატარებაც ჩვეულებრივი საოპერაციოის შეუძლებელია. ავერსის კლინიკის განვითარების გეგმა არის ძალიან სერიოზული გეგმა. ჯერჯერობით ბოლო ზღვარს ვერ ხედავთ, იმიტომ რომ თვითონ მედიცინა მუდმივად ვითარდება, მუდმივად იქმნება ახალი აპარატურა, მკურნალობის ახალი მეთოდები და ჩვენ ვცდილობთ რომ ამას მივყვეთ და არ ჩამოვრჩეთ მედიცინის განვითარებას, ამიტომ სულ ვაშენებთ ახალ კლინიკებს, სულ ვაფართოებთ არსებულ კლინიკებს, ვხედულობთ ახალ აპარატურას, ვღებულობთ ახალ ექიმებს, ვასწავლით ჩვენს ექიმებს რაც შეიძლება მეტ სიახლეებს, ასე რომ განვითარების გეგმა გვაქვს და ეს გეგმა ჯერჯერობით არ არის შემოფარგლული რომელიმე ან დროით, ან ფინანსებით ჩვენ მუდმივად შევეცდებით განვითარებას. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა. ძალისა და სიცოცხლის მისაცემად. მუდმივი მუშაობა, მუდმივი წარმატებისთვის. ეს ავერსის კლინიკაა. დაარსებიდან 10 წლის თავზე და ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ გრანდიოზული გეგმებია. სიმართლე გითხრათ, ამ გადმოსახედიდან რომ უყურებ, მე თვითონაც მიკვირს, რომ რამდენი შეძლო ავერსის გუნდმა და კოლექტივმა. თავარია ესეთი პოსტულატი. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ძალიან კარგი პაციენტისთვის, არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის და არის ძალიან კარგი კომპანიისთვის. ანუ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კარგია ყველა რგოლისთვის და თანხმედრაშია ერთმანეთთან. ასევე, რა თქმა უნდა, ეს კარგია თითოეული ჩვენთანისთვის. აუცილებელია წინასწარ დაგეგმვა და ამ გეგმას უნდა ვიყვეთ და უნდა ვეცადოთ, რომ ის, რაც გვაქვს დაგეგმილი, ყოველთვის შევასრულოთ. აუცილებელია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შრომის მოყარეობა და აუცილებელია, როგორც ყველაფერში, ახაც აუცილებელია იყვანი. მე ბიზნესში ვარ უკვე 24 წელია.
დავიწყე მარტო მე მუშაობდი, შემდეგ ერთი თანამშრომელი, მეორე, მესამე, დღეს ავერში 8000-ზე მეტი თანამშრომელია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს გარეშე შეძლონ თანამშრომლებმა მუშაობა. ჩემი ჩარევის გარეშე მიიღონ სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ეს ჩემთვის გაცილებით სასიამოვნო იქნება, ვიდრე მე რო ჩავერიო ყველა გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ ჩემი საქმიანობა მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს თანამშრომლების სწორი мотиваცია და სწორი სწავლება, რომ მიიღონ მნიშვნელოვანი სწორი გადაწყვეტილებები საქმიანობაში. ამიტომ ჩარევით მე დიდი ხანია იურიდიული თანამდებობა არ მაქვს კომპანიაში. აქედან გამომდინარე ძალიან ნაკლებად ვერევი, უფრო მეტად ვერევი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში, ვიდრე ყოველდღიური საქმიანობის ასე ვთქვათ საკითხებში. და სტრატეგიულ საკითხებზე ფიქრი, შელობა ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, ვინაიდან აქ დიდ პროექტებზეა ყოველთვის საუბარი, მნიშვნელოვან ინვესტიციებზე და იქ რა თქმა უნდა ჩემი ჩარევის გარეშე ვერ მოხდება გადაწყვეტილების მიღება.